დილამშვიდობით, მოვედით იქ სადაც წყალი დუხს, მოვედით იქ სადაც სურნელი ტრიალებს და ლამაზი დიასახლისიც ფუსფუსებს. ასია, ნამდვილად მოგვენატრეთ ჩვენს ძალიან და მოგვენატრეთ შენთან ერთად ეთერში ფუსფუსი. კი, მეც. ლიკა, რას გვიფუსფუსებ დღეს? დღეს აქ წყალი კი არ დუხს, არამედ უკვე ხუთი ხარშება დილიდან. დღეს ვამზადებთ ბორშს, რომელიც არის, მე მგონი ესეთი საკმაოდ ხშირად მომზადებადი კერძი ყველა ოჯახში. განსაკუთრებით ზამთარში. განსაკუთრებით და სხვათა შორის ზაფხულშიც მიყვარს რატომღაც, ხო? ცხელი ბორში, ლიკა? თუ არ არის ხორციანი, მაშინ ცოტა ესეთი გრილსაც კი, ნამდვილად და თან ხო იცი ბორში მეორე დღის უნდა მიირთვაო, ასე ამბობენ. მე ეგ ვერ გავიგე სიმართლე, რომ მე მომწონს ცინცხალი, ფერი რო არის ცოცხალი, მეორე და მესამე დღეს ფერიც რაღაცა ისეთი აქვს ცოტა და არ მომწონს მე. ხო და მეორე და მესამე დღეს ფერი რო არ კონდეს რაღაცა ცოტა ისეთი და გემოსთვისაც ცოტა ძმარი უნდა დაუმატო. აი წყუპუნა ძმარი ან ლიმონის წვენი მოთუშვის დროს ბოსტნეულის და ის უნარჩუნებს აი ამ სიცინცხალეს. და ასევე უნარჩუნებს ძენს რაღაცა ისეთი. გემოს და ზაფხულში როდესაც ვამზადებთ მარტო პომიდორით მაგალითად ტომატ პასტას არ ვიყენებ და ის ცოტა სიმჟავე სჭირდება ხოლმე და ამას ძენს სწორედ ძმარი. და რას ვაკეთებთ ამ ეტაპზე? ჩვეულებრივად მოვთუშავთ ხახვს, დავამატებთ სტაფილოს და ასევე დავამატებთ ჭარხალს. ამ ყველაფერს ერთად მოვთუშავთ, ცოტა ჭარხალს ვტოვებ ხოლმე, რომ ბოლოს რამდენიმე ნაჭერს ფერისთვის, ხო? კი ბატონო. როდესაც უკვე ხორცი იქნება თითქმის მოხარშული, აქ გავაგრძელებ კარტოფილის მოხარშვას ხორცთან ერთად. და დავჭერით ასევე კომბოსტოს და კომბოსტასაც ვხარშავ ხორცთან ერთად და მხოლოდ შემდეგ ბოლოს ვამატებ უკვე ჩვენს მოთუშულ ბოსტნეულს და ხახვთან, სტაფილოსთან და ჭარხალთან ერთად აუცილებლად ვამატებ ცოტა ტომატ პასტას, ცოტა ძმარს და ასე მოვთუშავ. რაც შეეხება კომბოსტოს ვჭრი, ესე ვთქვათ, ბოსტნეულის სათლელით. ბევრად უფრო მოსახერხებელია და ანუ უფრო თლი ვიდრე ჭრი. კი, აი ნახე ესე. და უფრო მარტივად და თიჭრება. და უფრო წვრილ-წვრილი არის ნაფოტები. აი ესეთი, ხო, ნამდვილად ესეთი ძალიან მოსახერხებელი ხერხი არის სამზარეულოში, ხედავ როგორი. არ არის უფრო მეტი შრომა საჭირო შრომატევადი არ არის. არა, ჩემთვის არა ყოველ შემთხვევაში პირიქით, უფრო ერთნაირია, თან ერთნაირი სიწვრილის არის და ესე მარტივად გახარ და ნელ-ნელა ჩამოითვლება, ხო? ანუ ეს არმაცი დიასახლისებისთვის არ არის. პირდაპირ დაჩეხეჩა. ანუ მე არ მიყვარს, როდესაც აი ცოტა სკლათ არის, ხო და ეს ტოტები რო ხდება. ხო, მე ტოტიანს გაჭვევთ არა. ყველაფერი გემრიელი გამოგდის და სულ რო ჯოხებიანი იყოს, შეიძლება. მაინც მივირთ. დანაპირე. აი ლიკა, ვეძებ რა მე ინგრედიენტს ისეთ რომელსაც შენ გამოიყენებ ამ ბორში, თუ ეს არის კლასიკური ბორში. არა, ჩვეულებრივ კლასიკურ ბორშს ვამზადებთ, თუმცა ერთი ჩემებური ხრიკი მაქვს, რომელსაც აუცილებლად ვაკეთებ ხოლმე. ეს არის ბოლოს რამდენიმე კარტოფილის ნაჭრის ჩაჭყლეტვა. რატო? აი, იმიტომ რომ რაღაცნაირად ერთიანად კრავს ამ წვნიანს, ხო, როდესაც აი მეორე დღის ბორში, იმიტომაც არის კარგი, რომ რაღაცა კიდე სხვა, ხო, სიბლანტე აქვს და ესე თითქოს ყველაფერი ცალ-ცალკე რო არ იყოს, ეს ჩაჭყლეტილი კარტოფილი ძალიან უხდება. შენ მოიფიქრე? არა, სხვათა შორის დედაჩემს ასწავლეს უკრაინაში და მე თავის დროზე ძალიან დიდი ხნის წინ და დედაჩემმა მასწავლა და აი სულ ასე ვაკეთებ ამ ბორშს. ამის შორენა ჩამოტანილია ნამდვილი უკრაინული ბორშის თავარი დეტალი. კი ბატონო, ასეა. რა თქმა უნდა, ხახვს და ყველა ბოსტნეულს თუშავთ ზეითუნის ზეთში და თქვენ იცით, რომ ჩვენთან სამზარეულოში არის ფარკიონე, იტალიური ზეითუნის ზეთი, რომელიც არის ცივი დაწურვისაც და არის სხვათა შორის ყველანაირი კერძებისთვის. ცივი თუ ცხელი, როგორც ეს უკვე მე მგონი ერთ-ერთ ეთერში გვასწავლა ძალიან კარგად და მე ძალიან კარგად ავიღე სახში ეს ცოდნა. კი ბატონო, ნამდვილად ძალიან საინტერესო რჩევა იყო ეს და ასევე გუდვილის დახლებზე არსებული ხილბოსტნეული არის ქართველი ფერმერებისაგან წარმოებული, მოწმდება გუდვილის ლაბორატორიაში და მხოლოდ შემდეგ ხდება დახლებზე. ნედლი ხორცი, რომელიც გუდვილის თაროებზე არის განთავსებული, გადის ლაბორატორიულ შემოწმებას და ასევე გუდვილის ხარისხის ექიმები ადგილზე ამოწმებენ სანიტარულ ჰიგიენურ პირობებს თავად
ფერმაში და თან მინდა აქვე ხაზი გავუსვა აი ამ შეფუთვას, რომელიც არის ძალიან კომფორტული, ეს გახლავთ ფარში, ამ შემთხვევაში საქონლის და თაროებს ესე პირდაპირ ჩამოალაგებ, დაცული ხარ. დაცული ხარ, კი ბატონო, ყველანაირად, რომ არც არაფერს არ დაეწუწება და თან არის დახურული. კი, და თან უფრო დიდხანს ინახება და თან ფარში ძალიან კარგად ინახება, როდესაც არის ესე ბწყლად. და არა გუნდათ. კი. მაინც რატომღაც მომინდა ჩვენ მაყურებელს, ვინცაც გამორჩა ის ეთერი, რომელშიც აზათელია საუბრობდა ცხიმზე, რომელიც უნდა გამოვიყენოთ თერმულად დამუშავების დროს, ეს იქნება შეწვა თუ არ ვიცი, მოხარშვის პროცესში. გაგვიწია რეკომენდაცია, რომ ეს უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ზეითუნის ზეთი, რომელსაც ჩვენ დავამუშავებთ ცხელ, ესე ვთქვათ, პირობებში. დანარჩენ ზეთზე თავი შეიკავა. ამიტომ მაინც კიდევ ერთხელ გავაშხეროთ, ჯანმრთელობა ყველასთვის უპირატესია, რა თქმა უნდა. კი, ნამდვილად და ის შეკითხვები, რომ ასეთი ზეთის შეწვა შეიძლება თუ არ შეიძლება, ესეც აღმოჩნდა მითი, ხო? კი და რა თქმა უნდა მოიყვანა ის ინგრედიენტები, რომელიც აქვს აი ამ ზეითუნის ზეთს, რომელიც სწორედ აი ასეთი პირობებისთვის არის შექმნილი. ეს არის ცივი დაწურის ცხელი თუ პირველადი თუ მეორადი თუ რაფინირებული. ყველა შემთხვევაში ზეითუნი ზეთიო. კი და ფარკიონეს აქვს ცივი დაწურვისას, ცხელი დაწურვისას. ერთადერთი მე გემოვნურ თვისებებზე ვაკეთებ ხოლმე ყოველთვის აქცენტს, ხო? როდესაც აი ესე ცოტა ინტენსიური გემოს ზეითუნის ზეთია, მირჩევნია მე პირადად რომ რაღაცა უფრო სალათებში გამოვიყენო, რომელსაც უხდება. თუმცა კერძებისთვის რა თქმა უნდა უფრო ნეიტრალური გემოს ზეითუნის ზეთი მირჩევნია და კულინარიული რუბრიკის სპონსორია გუდვილი. იტალიური ბრენდის კოპის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში. დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ დილამშვიდობის. დილიდან ესეთი დიდი ულუფა წუნიანის მზად გვაქვს. ხო, კარგი არომატები დატრიალდა ჩვენ სტუდიაში. კი, სახლური. მეც მომწონს, იმიტომ რომ ესეთ ნაცნობი არომატია თან. როგორც იცით, დღეს ვამზადებთ წუნიანს ბორშს, რომელიც რა ვიცი, მართლა მე მგონი ძალიან ხშირად მზადდება ყველას ოჯახში, ჯერ მოვხარშეთ ხორცი, ამავე ბულიონში შემდეგ უკვე დაახლოებით საათნახევარი დასჭირდა ხორცს, სანამ კარგად მოიხარშებოდა, დავამატეთ კარტოფილი, კარტოფილიც აქვე მოვხარშეთ, შემდეგ ესეთი ჩვენი ის დაჭრილი, ძალიან მარტივად დაჭრილი კომბოსტო დავამატეთ და ცოტა ჭარხალიც ჩავათალე აქ, თუმცა დანარჩენი ეს ყველაფერი რაც აქეთ შევბრაწეთ, ჭარხალი, სტაფილო და ხახვი ტომატ პასტასთან ერთად და გვაქვს ესეთი ნახეთ რა კარგია ტომატ პასტა, რომელიც არჩილს უყვარს ხოლმე რომ გახსნას კილა, მაგრამ რა ვქნა, მე გავხსენი მანამდე. გამასწორა, ის კაპუნს ვერ მოგასწორა. აქვე დავამატეთ ცოტა ძმარი, რათა ეს ფერი და სიცინცხალე და ცოტა სიმჟავეც კონდეს ჩვენს წუნიანს და შემდეგ ვამატებ ამ ყველაფერს უკვე მთლიანად წუნიანში, რადგანაც რაღაცა მგონია ხოლმე რომ კარტოფილი ტომატ პასტასთან როცა იხარშება, ცოტა გარედან მაგრდება და ეს არ მიყვარს და ამიტომ მირჩევნია რომ მის გარეშე მოვხარშო და შემდეგ უკვე გავაგრძელო კიდე ძალიან ცოტა ხანი წამოდუღება. ლიკ აქ ძმარი არის უკვე? კი, არის. მართლა? ხო და მე გეტყვით მაშინ რომ ესე იგი გუდულის ბრენდი რა კარგი აქვს, თავაზობს მრავალფეროვან ასორტიმენტს, ასევე წვენებში უნდა გითხრათ, ჩირეულს და თხილეულს უნდა გითხრათ ეს ყველაფერი და დღეს უკვე ლიკა იყენებს ბრენდის ტომატ პასტას, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ და ჩემამდე გახსნა და მე მინდა რომ აი წკაპ გამეკეთებინა, მაგრამ ვერ დაგველოდებოდა რადგანაც საქმე არ იცდი და აი ეგ რა არის და ეხლა დღეს რომ აი მიყვარს ხოლმე ეს წუნიანის მისაყოლებლად რამე ცხელი ნათხოვე ტოსტები რო გვინდა გადავწყვიტე რომ რამდენიმე მე მიყვარს ეს გამომშრალი პომიდორის რაღაცაა, ხო? კი, გამომშრალი პომიდორის პასტა. მიყვარს მე გამომშრალი პომიდორი. აი ესეთი ფერი იქნება ჩვენი წუნიანი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ სჭირდება მწვანე ამ ეტაპზე. ძვირფასო მაყურებლებო, თქვენ თუ გამოტოვეთ ჩვენი პირველი ჩართვა და არ ნახეთ ლიკამ როგორ დააკუცმაცა კომბოსტო, სათლელით გათალა და გამოვიდა ესეთი რაღაცა ვერმიშელივით უნაზესი და უთხელესი, აი ძალიან ნაზია, შეიძლება სცადა იქნება, იმიტომ რომ უფრო დარბილებული იქნება, გვინდა არ გვინდა. ხო, აი ესეთი ვერმიშელები. ამის დახმარებით.
პირდაპირ ითლება ხო და ერთგვაროვანია ნამდვილად. ეს ხრიკი ძალიან გამოგადგება თქვენ. დავახურო თუ არა? კი, დავახუროთ, რომ დაიწყოს ისევ ადუღობა, ცოტა ხანი გადმოვდგი, სანამ თქვენ გელოდებოდით და ბოლოს რა თქმა უნდა, ისიც უნდა ვაჩვენოთ მაყურებელს, რომ რამდენიმე კარტოფილს ჩაფჭყლიტავთ და შემდეგ კიდე სულ სხვანაირი სიბლანტე ექნება ჩვენს წვნიანს. აბა სენდვიჩად რა განიზრახე ლიკა? სენდვიჩად განვიზრახე, მაქვს ჩედარი, მაქვს კარაქი და ასევე ვფიქრობ, რომ ეს პასტა ძალიან მოუხდება და ამიტომ შიგნიდან გადავუსმევ გაჭმე? კი ბატონო, პასტას, მერე მოვათავსებ ჩედარს. ხრუტი გვექნება დღეს. და მოვათავსებ ჩვენს გრილში და გვექნა ესეთი კნატუნა და ძალიან გემრიელი მისაყოლებელი ჩვენ წვნიანთან. ასევე, ხო, მინდოდა აი აქ მოვიმზადე და თქვენთვის მინდოდა მეჩვენებინა, მინდა გაგაცნოთ კიდევ ერთი იტალიური ბრენდი პიკოლო, რომელიც არის იტალიური, არის ნეაპოლური ბრენდი. მრავალფეროვანი პროდუქტები არის წარმოდგენილი ამ ბრენდის გუდვილში და ახლა აქ სტუდიაში გვაქვს ესეთი მზესუმზირის ზეთი, მისი სტრუქტურა და შემოდგენლობიდან გამომდინარე არ მოითხოვს დიდი რაოდენობით მოხმარებას. ანუ ტაფაზე შეგვიძლია სულ რამდენიმე წვეთი გამოვიყენოთ და ეს იქნება საკმარისი. და ესე ნახე 1-2 სენდვიჩი მინდა ახლა გავაკეთო და საკმარისი. არა, იცი რატო? იმიტომ რომ ახლა ბევრი რო გავაკეთო, მე სანამ ეთერი მორჩება, გაგვიცივდება და ამიტომ ჯერ ესე რამდენიმეს მოვათავსებ და შემდეგ უკვე გავაკეთებ ეს სრულ ვერსიას. ცოტა კარაქი მინდა რომ ზემოდან მეტი სიხრატუნისთვის. აი, იმიტომ სიკანატუნი. და ზემოდან ახლა კომოდან წაუსვამდი. ნახე ორივე მხრიდან. ფერს მიცემს მე სხვანაირს, ხო ეს? ხო, რა თქმა უნდა. შიგნიდან არა, ზემოდან. მეორე ფენას არ უნდა თუ სიკნატუნია? კი, ორივე ფენას წავუსვი. აი, აქ მაქვს გამზადებული ორივე ფენა. კულინარიული რუბრიკის სპონსორია გუდვილი, იტალიური ბრენდის კოპის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. სამზარეულოს დასკვნით ნაწილში ვართ. საფინალო ეტაპი. კი ბატონო. დავაგემოვნოთ ჩვენი წვნიანი? დიახ. მოდი აბა ჩაიჭყიდე. არა ეს არა ჟანი, ხბელი ჩასვა და იქ უნდა წვნიანი. არაჟნის გარეშე წარმოუდგენელი ალბათ, ხო? ბორშის მირთმევა. მე მოარაშნა მეყვარს. მართლა? ой, მე არ წარმომიდგენია არაჟნის გარეშე. პირველი რატომ მიყვარს, ხო იცი, ტემპერატურას მასშტაბით აგრილებს და პირდაპირ უყვებას ვიწყებ ხოლმე და ამიტომ სხვადასხვა მე მაწვნით მიყვარს და ალბათ იმიტომ რომ სიმჟავეს აძლევს. მაწვენი მეც ძალიან მიყვარს. აი, ნახეთ როგორი კვასკვასა და გემრიელი და ესეთი თან ნახე ეს კარტოფილი რომელიც ვახსენე აუცილებლად ჩასაჭყლეტია და ცოტა სუსხა. კი, აუცილებლად. კარტოფილი ჩაჭყლეთ და ბოლო რამდენიმე ნაჭერი ჭარხალიც ჩაასკუპე, ხო? კი, რამდენიმე ნაჭერი ჭარხალიც ჩავასკუპე და ასეთი ფერადი წვნიანი მივიღეთ, რომელსაც ახლა დავამატებთ არაჟანს. ეს რა კარგია, ასეთი ადამიანი რო ყავს სახლში, რა კარგი. თვითონ თუა სახლში. თვითონ თუ არის სახლში. თორე კარგია, კი. აბა მაშინ არაჟნიანი არჩილს. ძალიან დიდი მადლობა. მიდი არჩილ, აბა მითხარი რაოდენ სხვანაირია ის ლიმნიანი ან ძმრიანი ბორში. თურმე მაინც მე გავამხილ კიდე ერთხელ ამ ჩარტვაშიც ლიკას პატარა ხრიკებს ბორშთან დაკავშირებით. კლასიკური ბორშია, თუმცა აქვს ლიკასეული პეცი. ეს არის ცოტა მჟავე, ან ეს შეიძლება იყოს ლიმონი, ან ძმარი, რომელსაც ჭახლის, სტაფილოსა და ხახვის მოთუშვის დროს თაიგულში ამატებს მოთუშვის დროს. იმიტომ რომ ფერი სულ გქონდეს ცინცხალი და ლამაზი და ბოლო შტრიხი მემკვიდრულად გადმოცემული შორენასგან ლიკას არის ეს უკრაინული ბორშის ნამდვილი ბოლო ხრიკი, რომელიც თუმე რამდენიმე ნაჭერი კარტოფილის ჩაჭყლეტას გულისხმობს, რომ უფრო შედედებული გახდეს ეს წვენი. და სხვათა შორის იგივე ხრიკს მიმართავ სოუსის მომზადების დროს. არის გულის გასაჩერებელი. სოუსის მომზადების დროსაც იგივე ხრიკს მიმართავ და არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ ეს რაღაცნაირად ცალ-ცალკე არ არის ხოლმე მერე კერძი. უბრალოდ წვენის დემო მაინტერესებს, ეს მეტყვის მე ყველაფერს ლი. ყოჩა. ხო, სხვათა შორის ოდნავ მარილს ოდნავ და ეგ არის. ვერ დავაგემოვნე მართლა და მინდოდა რომ არჩილს დაიგემოვნებინა, როგორც წესი, არჩილი აგემოვნებს ხოლმე სამზარეულოში მარილის ამბავს. აქ გვაქვს
სენდვიჩები ჩვენს გრილში, რომელსაც ვამზადებთ შემდეგნაირად. ცოტა იცი. გამოვიყენეთ კოპის მზეზე გამომშრალი პომიდორის პასტა, გადავუსვით პურს შიდა მხარეს, ასევე მოვათავსეთ ყველი, ამ შემთხვევაში ჩედარს ვიყენებ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, რა ყველიც მოგეპოვებათ. სახში ნებისმიერი მოუხდება. შემდეგ გარედან აუცილებლად უნდა წავუსვათ კარაქი და მოვათავსოთ ჩვენს გრილში, რომელიც უკვე გვეძახის, ისე შუშხუნებს, არჩილ შეგიძლია რომ ჩაიჭრიტო და მოდი, უკვე არის ხო ერთი წყება. დედა რა კარგი. ლამაზად გამოიყურება, ხო? მომეცი გადმოვიდა. აი აი გიშდები რომ ჩემი მეგობრები ფუსფუსებენ სამზარეულოში და მე აი ესე მივიწვი მათ ნახელა. როგორც უკვე აღნიშნე, Goodwill-ში იტალიური ბრენდების უდიდესი არჩევანია, ნამდვილად გვანებივრებს ამით მომხმარებლებს და კარაქით, რომელიც დღეს გამოვიყენე, არის Ferrarinis ბრენდის. ამ ბრენდს აქვს ხორცპროდუქტების და რძის ნაწარმის ასორტიმენტი, როგორც არის კარაქი და ყველი. აქვე შეგახსენებთ Goodwill-ის ონლაინ მაღაზიის მისამართს Goodwill.g. მიწოდება ხდება როგორც ონლაინ შეკვეთის, ასევე აპლიკაციის მეშვეობით და თქვენ სასურველ მისამართზე მოგაწვდის Goodwill-ის გუნდი უმოკლეს დროში. კულინარიული რუბრიკის სპონსორია Goodwill, იტალიური ბრენდის კოპის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში.